გამარჯობა ძირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით ყველას და ეხლა გადავწყვიტე გადავიღო ვიდეო ემონიზე, რადგან არის ბევრი კომენტარები, ზოგი ესე იგი ძალიან ბევრი ხალხი ემონიდან ვერ იწყავს ფულს, არის შეკითხვები როგორ გადავრიცხოთ, რატომ არ ირიცხება და ასე შემდეგ. ეხლა განახერხეთ ყველაფერს როგორ უნდა, რა უნდა გააკეთოთ, რომ შეძლოთ თანხის გადარიცხვა. ასევე თუ მოგწონთ ჩვენი არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეოები, იყავით ჩვენთან ერთად და ასე შემდეგ. ეხლა გადავდივართ ემონიზე. აი აქ ვაჭერთ რეგისტრაციას თუ არ ხართ რეგისტრირებული იმ შემთხვევაში რეგისტრირდებით უთითებთ აქ ყველაფერს აი ელექტრონული პოსტა, პაროლი, გაიმეორეთ პაროლი, სახელი, გვარი, ყველაფერი მიუთითეთ ნამდვილი, ტელეფონის ნომერი. სურს, ეს თუ გინდათ 10 თეთრი ეს არ ჩართოთ, 10 თეთრი ღირს ერთი SMS-ის ფასი. ამიტომ მე დარეგისტრირებული ვარ და ეხლა შევარნო, აქ დარეგისტრირდებით, მე მგონი აქ გაართმევ თავს. არის ყველაფერი ადვილი უბრალოდ შეიყვანეთ ყველაფერი ესე იგი ნამდვილი ინფორმაცია. შემდეგ შევდივართ როცა რეგისტრაციის შემდეგ აი გადავიდეთ უკან. აი როცა შევართ, აი აქ დააკვირდით, აი აქ სტატუსი უნდა იყოს შემოწმებული. აქ თუ არის სტატუსი უცხო, რომ იცოდეთ თქვენ ვერსაც ბიტკოინებს ვერ გადარიცხავთ, იმიტომ რომ როცა არის აქ სტატუსი უცხო, გადარიცხვას უნდა 24 საათი, 24 საათში კი ბიტკოინი იკარგება, ამიტომ არ გვარიცხიებს ბიტკოინს. აქ უნდა იყოს აუცილებლად სტატუსი შემოწმებული. აქ თუ გიწერიათ უცხო, დავაჭერთ აქ, დავაკლიკებთ, გადავდივართ შემდეგ გვერდზე, მე ახლა გეტყვით ისე, იმიტომ რომ არ გადავა შემოწმებული ვარ და იქნება ესე იგი შემოწმება ონლაინ შემოწმება Liberty Bank-ში მისვით შემოწმება და Liberty Bank-ის პლასტიკური ბარათი თუ გაქვთ, იმითინაც შეგიძლიათ გაიაროთ ვერიფიკაცია, ამიტომ გირჩევთ დააჭიროთ ონლაინ ვერიფიკაციას. შემდეგ დაიკავშირდებიან ტელეფონის ნომერზე და ისე გაივლით ესე იგი ონლაინში ვერიფიკაციას. ეს უნდა იყოს აუცილებელი, რომ ეს აქ თუ არის ესე იგი სტატუსი უცხო, იცოდეს ვერ გადარიცხავთ ბიტკოინებს და ასევე ფულს გადარიცხავთ ოღონდ აგვიანდება 24 საათიდან 48 საათი და როცა გაივლით ესე იგი ვერიფიკაციას და იქნება სტატუსი შემოწმებული, იმ შემთხვევაში შეგიძლიათ მომენტალური გადარიცხვები. აქ შეგიძლიათ მიამაგროთ ვიზა ბარათი, მე ვიზა ბარათი მიმაგრებული მაქვს, მასტერკარდი მაქვს მიმაგრებული და ეხლა შეიცვალა რაღაცეები, ამიტომ ჯობია მიამაგროთ ვიზა ბარათი იქონიოთ და მიამაგროთ ვიზა ბარათი, რომ ვიზა ბარათზე ეგრევე გაიზარდოთ ფული, თანხა. ახლა განახეთ როგორ უნდა გადარიცხვა ბიტკოინების. პირველ რიგში გავდივართ ესე იგი ვერიფიკაციას, სტატუსი გვენიჭება შემოწმებული, შემდეგ გადავდივართ ბიტკოინებში, ვირიცხავთ ლარებს თავისთავად აპარატიდან, შემდეგ ვყიდულობთ ბიტკოინებს. და ეხლა განახეთ როგორ უნდა გავიტანოთ ბიტკოინები. აი მაგალითად ეხლა ჩავიცხავ ამ საიტზე ბიტკოინებს. გადავიყვანოთ უბრალოდ. აი აქ რომ წერია ზელად დეპოზიტ, ანუ ინგლისურად withdraw, ვაჭერ შევდივართ. და აი აქ მონიშნავთ ამ მისამართს სუსტად დააკვირდით რომ ზუსტად იყოს მონიშნული 100 არ აქდეს 100-ს რომ დააკდეს ფული არ ჩაირიცხვა და აიკარგება თქვენი ფული ვაკოპირებთ. მინიმალური როგორც უყურებთ არის 100,000. 100,000 ნაკლები არ გადარიცხოთ, არ ჩაირიცხვა და აიკარგება თანხა. შემდეგ აი ვაჭერთ გაგზავნა მოთხოვნა, ჩვენ ვინდა ამ შემთხვევაში გაგზავნა, აი შეყვავს აქ ესე იგი ბიტკოინის საფულეს მისამართი, რომელიც არის მითითებული ამ საიტზე. შემდეგ უთითებთ რაოდენობას, აი რაც მაქვს. ეხლა გავიტან ამას ყველას. ისე დავაკოპიროთ. ჩავსვათ აი აქ მოვაკლებთ დავაწერე 600, იმიტომ რომ 10,000 არის საკომისიო. აი 27,000 მაქვს საკომისიო, სულ 27,000 არგია. შემდეგ ვაჭერთ ბიტკოინის გაგზავნას. აი ველოდებით. SMS წიგვიანებს. აი აქ აგიხსნით, აი აქ წერთ უბრალოდ ბიტკოინს, აი აქ დააკვირდით, აქ უნდა იყოს აუცილებლად ბიტკოინი, აქაც თუ არ არის, იმ შემთხვევაში და აქაც არ არის, აქ თუ არის ერთხელ მაინც რომ შეხვდეთ ჩემი ბიტკოინს იყიდით, შემდეგ უკვე გამოჩნდება აი აქ ბიტკოინი, აი აქაც თუ არ არის და აქაც არ არის, იმ შემთხვევაში აი აქ წერთ ბიტკოინს. აი ნახეთ ბიტკოინს, აი ყიდვა, გაყიდვა, აქედან ყიდულობთ და როგორც კი იყიდით ბიტკოინს, აი გადავდივართ, აი აქ როცა დაწერეთ ამოვაგდოთ ზებნაში, გადავდივართ, ყიდულობთ ბიტკოინს და შემდეგ უკვე გამოჩნდება აქ ჩვენ ანგარიშებში ბიტკოინი. მაგრამ SMS-ი რატომ მიგვიანებს არ მოდის? მოდი კიდევ ერთხელ მოვშვიდოთ, დავაჭიროთ.
ტონღაც აი დასრულებულია ნაყურებთ, ესე იგი გადაერიცხა ფული. თანხა რომ იცოდე დაждდება მიახლოებით 1 საათში, ნუ მაქსიმუმ 2 საათში, ეგრევე აждდება იქ თანხა, იმიტომ რომ ბიტკოინმა უნდა გაიაროს 6 ტრანზაქცია ბლოკჩეინზე. ამიტომ იგვიანებს. შემდეგ გადავდივართ ისევ თავარზე, ახლა განახეთ როგორ უნდა, ესე იგი ნუ შემოტანა ფულის ბიტკოინებში სხვადასხვა საიტებიდან. აი მაგალითად, შემდეგ ამ საიტზე თუ რიცხავთ, იმ შემთხვევაში აქ უნდა დააჭიროთ ესე დეპოზიტის შემოწმება. და აქ დაიხატება ხვევით, შემდეგ ნუ ესე იგი არის დარიცხული თანხა, მაგრამ არის ჯერ ტრანზაქციის შემდეგ რომ გავარ აი 1 საათი მიახლოებით ან საათნახევარი, ისე უნდა შემოხვდეთ აი აქ, ამას უნდა დააჭიროთ, რომ მანგარიში გამოჩნდეს. და ესე თანხა დარიცხული იქნება. ნუ შემდეგ ვყიდულობთ რაც გვინდა იმას ბიტკოინს ვახურდეთ ბიტკოინი TeraX-ებში ვყიდულობთ TeraX-ებს და შემდეგ ვთავთ ისი მაინინგიც გვინდა იმის მაინინგს. ასე რომ ვთქვათ და ეხლა აქ მაგალითად თანხის გატანა როგორ უნდა განახებთ ამ და ნებისმიერ საიტიდან. ვივოთ, ნუ შევდივართ ნებისმიერ საიტზე სადაც უნდა იყოს ფულის გატანაში და უნდა მივუწოდოთ აუცილებლად ჩვენი ბიტკოინის მისამართი. აი აქ უნდა მივუწოდოთ ჩვენი ბიტკოინის მისამართი. ჩვენი ბიტკოინის მისამართი აი არის აქ, ჩემი ბიტკოინის მისამართი შევდივართ აი აქ. და აი ეს არის თანხის შემოსატანი, ესე იგი ბიტკოინის მისამართი, ნებისმიერ საიტზე მივუთითეთ ეს მისამართი და მისამართზე გადმორიცხეთ თანხა და დაირიცხება ჩვენს ემანის ანგარიშზე. და კიდევ არ შეგეშინდეთ და აქ ხშირად იცვლება ესე იგი ეს მისამართი, ნუ მაგრამ არ შეგეშინდეთ თუ გვაქვს თქვენ ძველი მისამართი მითითებული რომელიმე საიტზე, ფული მაინც დაირიცხება, ამიტომ რომ ნუ ემანის ასე აქვს ცვლის ხშირად ამ ჩვენ მისამართებს, მაგრამ არ შეგეშინდეთ ფული ძველი მისამართებზედაც მოდის თქვენ ანგარიშზე ჩვეულებრივად. ნუ ეს იყო სულ ალბათ ყველაფერი განახეთ როგორ არის რა არის, ნუ თანხის გატანა აქედან შემდეგ ვყიდით ბიტკოინს, გაყიდვაში აქ მივუთითებთ გაყიდვაში შევდივართ, გავყიდით ჩვენ ბიტკოინს რაც გვაქვს, გადავალ ლარზე და ლარით შემდეგ გავიტანთ. ნუ მაგალითად მე ჩემ შემთხვევაში გამაქვს ჯერ აჭარაზე ვიცხავ, პროცენტი არ მიაქვს აჭარაზე როცა რიცხავთ აქედან და აჭარიდან შემდეგ გამაქვს საქართველოს ბანკზე, პროცენტი არის ესე იგი 100 ლარზე 1 ლარი და არის ძალიან კარგი. შემდეგ გამომაქვს ესე იგი საქართველოს ბანკიდან და იგივე პროცენტი არ არის, ისეთი ბარათი მაქვს, პროცენტი არ მიაქვს და ამიტომ სულ მისდება 1% ფული თანხის გადარიცხვა და პირდაპირ შეგიძლიათ გამოვიტანოთ თუ გაქვთ ესე იგი პლასტიკური ახალი ესე იგი ID ბარათი თუ გაქვთ შეგიძლიათ Liberty ბანკის ბანკომატებიდან გამოვიტანოთ ID ბარათით, შეგიძლიათ პირდაპირ Liberty ბანკში შეხვიდეთ და გამოვიტანოთ, ან თუ გაქვთ ესე იგი Liberty ბანკის ვიზა ბარათი, შეგიძლიათ გადაირიცხოთ ვიზა ბარათზე, ან ნებისმიერ ვიზა ბარათზე, როცა მიამაგრებთ აქ გადადიხართ მთავარზე, თანხის გატანაზე, ნუ გავყიდეთ ბიტკოინები და გვაქვს ლარში ანგარიში, გადავდივართ და თანხის გატანას აჭერთ აქ. ნუ აქ დავაჭერთ თანხის გატანას. აი ვიზა ბარათზე გადის Liberty ბანკზე და ეს Pay და Intel Express და ასე შემდეგ. როგორც უყურებთ, ესე იგი ვიზა ბარათი უნდა აუცილებლად აზრი არ იყო ვიზა ბარათი, ეხლა გადააკეთე ვიზა ბარათზე, მე Mastercard-ზე მაქვს მიმაგრებული. საქართველოს ბანკის, ნუ არ არის ეს პრობლემა, გიხართ გადაიტანთ აჭარაზე და აჭარიდან იცხავთ საქართველოს ბანკზე. თუ საქართველოს ბანკის აპარატი გაქვთ, ნუ ბარათი გაქვთ, ასე რომ ვთქვათ. ან თუნდაც ნებისმიერ Liberty ბანკის ბანკომატთან მიდით პირადობის მოწვევით ID ბარათით გამოვიტანთ თანხას. აი ეს იყო სულ მე მგონი აგიხსენებთ ყველაფერი სრულად. კიდევ გიმეორებთ უდესბულებს რა აქ აუცილებლად უნდა იყოს სტატუსი შემოწმებული, რომ ნორმალურად ისარგებლოთ ემონით. პირველ რიგში გააკეთეთ ეს რეგისტრაციის დროს, რომ აქ დაეწეროს სტატუსი შემოწმებული. და ეს არის სულ შემდეგ კი ყველაფერს უკვე გადარიცხავთ, გადმორიცხავთ უცებ და მომენტალურად. და ეს იყო სულ თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, იყავით ჩვენთან ერთად და ეხლა გემშვიდობებით, დროებით მოვა შეხვედრამდე.